Agari da mamisa da dişada da sürüsü yapınsa da kilosarda da sasavas 12 მოციქულის ენება და 12 მოციქულიდან ფიზიკურად აწამეს 11 ასევე ქართველების ფიზიკურად ქრისტიანის გამო. ასევე ჩვენს ქართველები დღემდე ხშირად მეწამებოდით მარტო ქართველები კი არა ბერძნები, რუსები, ბულგარელები, სერბები და ვისაც მართლმადიდებელი ქვია. დღემდე დღეს ეს სერიაშიც ახლა აწამეს ქრისტიანისა გამო და ეს იქნება სანამ აიქნება მოსვლა, ამიტომ უბრალოდ სანამ დავიღოთ. შეიძლება საზღვარი გაწამდა. კი უნდა გეშინოდეს, უნდა გიხაროდეს თუ მეტის გამო ეწამები და ვახტანგ გორგასალის მაგალითი მომღავს. რომ ამბობდა რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდისოდა. რატომ? რაღაცისთვის სიკვდილი რო გინდოდეთ, ჯერ უნდა გაიაზრო, რატომ უნდა გეყვარდეს ღმერთი. იმიტომ რომ ყოველი წამი მესხლშია. აღოცა ჟანგეთის გარეშე ვხვდებით ფიზიკურად ასევე ღმერთის გარეშე, მკვდარი ხარას ქვია. ღმერთის გარეშე შენში შურია, შენში სიძულვილია, შენში ნერვოზია, შენში შიმშილი არ არის. და როცა ღმერთი შენშია, არის, მაშინ არის სიხარული, სიყვარული, სული წმინდი თქვენ, ჩვენი წმინდი და ეს ცოცხალი წმინდა არა ჩვენად წინაპრებს ჰქონდა. ჩვენს მოგწეს მეთქვა და ისო ზოგს ქონია რომ ეს ქრისტიანობა მოცილებულია, ამ ქრონიურ ცხოვრებას დაცილებულია. შეიძლება მოგავს თარმების მაგალითი რომ ბოცველი მეფე აშენებდა ვაზია მონასტერს და მის მეფობის ხანას ქვია ოქროს ხანა. და დავითების მაგალითი მოგავშირად. თბილისის დაღუპული ხაზოგი უმედობაშია რაც ხდება იმის გამო და ამ დროს თბილისის დაღუპული იყო. და დავით მეფეს კიდე ამძელი მიყავდა. მიდროგვედი გიორგი ჭონდიდელი და რუსმინა. ეკლესიას რუსმენ, თისაღოს რუსმენ, მერცა. რა გააკეთა? თბილისი არამედ თბილისი განთავისუფლა, არამედ ძლიერი მეფე იყო. და თქვია აღმაშენებელი. რადო იმიტომ რომ საძე და ამარცხდა აჯერმე თუ დიპტერს. იმიტომ რომ საძეგველი იყო, მართალის არწმუნება და მეთმა რაღაცა თქვია, რომ საქართველოს გავსინდება, უსმება რომ აქ მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში და ხშირად მოგავს მაგალითი, რომ აქ ისეთი მონასტერია ჩვენი, რომ ბევრი მოდის ხალხი, ცხოვრების მოდიან და ხშირად მესმის რუსებისგან და ბერძნებისგან, რომ აფრთხონებული არიან, რომ ამ ხელწენა ქართველებში ეს წვენა დაგეგმოთ მეთმა, მაგრამ ერთი წვენა გვაქვს, მაგრამ ის რომ ტოვებთ საქართველოს კიდევ იმეორებ. თუ ისეთ ვალებში ხარ ახალ შრომით, ვერ გადაიხდი, მეთმა გაგიმარჯოს, მაგრამ თუ იმდენით ხარ უკეთესი მანქანა ამის კომფორტში იყო, ძალიან ცდები და მეთმა მოგცეს სოციალური წმენა, ჩვენთანაც მერტ